გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის დრო TV4-ზე და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. გადაცემის პირველ ნაწილში ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი, ხოლო მეორე ბლოკში ვისაუბრებთ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრ პოლიტოლოგ გიორგი ირემაძესთან. გიორგი, გამარჯობა, მადლობა რომ გვეწვიეს სტუდიაში. პარლამენტში მიმდინარეობს ხდომა ეს საგამოძიებო კომისიის, რომელიც იკვლევს დანაშაულებს, რაც წინა რეჟიმის დროს არის ჩადენილი და დღეს იყო მოწვეული ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის შვილი, სადაც მან მადლობა გადაუხადა ამ კომისიას მუშაობის დაწყებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ ყველაფერს თავის სახელი დაერქმევა. ტელემაყურებელმა იცის, მაგრამ მაინც შევახსენებ, საქმე ეხება ბესიკ ხარძიანის გარდაცვალებას, ვიცით რომ სააკაშვილის დროს იყო დაკავებული 2011 წელს, მერე 12-ში გამოუშვეს. მან თავად თქვა, რომ აიძულეს დაეთმო კუსტბის წილი, შემდეგ ნარკოდანაშაულის ბრალდებით იქნა დაკავებული, მოკლედ აწამეს აწვალეს ეს კაცი და ნუ გარდაიცვალა. და პრინციპში დადგა ის მომენტი, როდესაც ყველა ამ დანაშაულებს უნდა გაეცეს პასუხი. კარგია რომ ეს კომისია შედგა და მუშაობაც დაიწყო. თქვენ როგორ შეაფასებთ იმ მოცემულობას, შესწევს თუ არა ამ კომისიას ძალა, რომ საბოლოოდ მართლაც გადაწყდეს ეს საკითხები, რაც ამდენი ხნის განმავლობაში გადაუჭრელია. ანუ არ არის გაცემული პასუხები კითხვებზე. ბატონო, კიდევ ერთხელ მოგესალმებით დავით, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. რაც შეეხება ამ დროებით საგამოძიებო კომისიას, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, ხო? პირველ რიგში რაც შეიძლება და რაც უნდა ითქვას დავით ის არის, რომ ძალზედ სწორად არის შერჩეული და ძალზედ კომპეტენტურები არიან ამ კომისიის წევრები, რომ აღარაფერი თქვა თავმჯდომარეზე თეატრულუკიანზე და ეხლა ხარძიანის პროცესი, ხარძიანის შვილია ხო იმ პროცესზე წარმოდგენილი და იქ ბევრი რაღაცა ისეთი თემა კიდევ ბევრი რამე იცის ხალხმა და ვიცით, მაგრამ ალბათ კიდევ არის რაღაცები, რაც ბევრი რამე გაჟღერება, თუმცა რომ არ იყოს აქ ხარძიანების თემა და რაღაცა თითოეულ მათგანს, აი მარტო სოზარ სუბარს რაც აქვს საკუთარ თავზე გადატანილი ამ ნაცხროვის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში, ალბათ მარტო ეს ეყოფა ამ პარტიას და ამ ორგანიზაციას და ამ მოძრაობას იმისთვის, რომ საერთოდ აკრძალული იქნას ესა და ასე ვთქვათ, შესაბამისი ადგილი იქნეს მიჩენილი სახელმწიფოში. ძალიან იმედიანად ვარ, ეს ერთ-ერთი და ყველაზე მთავარი შეიძლება ითქვას, არის იმისი, რაც ბიზინა ივანიშვილმა ხალხს შეპირდა ნიურნბერგის პროცესი და დაწყებულია და თუ ეხლა მართლა დაბრუნებული არ ხარის დავით, მართლა შესამჩნევია ის მომენტი, რომ მართლა მონდომებულია კომისიაც და მართლა ასე ვთქვათ, კომპეტენტურია და მართლა შესწევთ იმის უნარი, რომ იქ იქნეს გამოკვეთილი კონკრეტული დანაშაულებები და კონკრეტული ასე ვთქვათ, პროცესებზე იქნეს სწორი შეფასებები. ხარძიანის თემასთან დაკავშირებითაც და სხვა უამრავ თემასთან დაკავშირებითაც მე ერთადერთი რაცაც ვისურვებდი, იმედენი სიბინძური აქვს ჩადენილი ნაცმოძრაობას და ამ რეჟიმს, ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს ამ 9 წლის განმავლობაში, რომ ცოტა ტემპები იქნება დასაჩქარებელი, იმიტომ რომ არ ვიცი 10,000-ობით შემთხვევასთან გვაქვს საქმე წართმეულ ბიზნესზე, მკვლელობებზე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და თუ ტემპიც იქნება დაჩქარებული და მესმის მე რომ ამ მსგავსი საქმეების რაღაცა თავისი ყველაფერს თავისი დრო აქვს და ასე ვთქვათ პროცედურებია პროცედურებია და მაგრამ ერთადერთი სურვილი და დაუკმაყოფილების გრძნობა რაც ქართულ ხალხში ჩნდება ეს არის თითქოს ტემპია ნელი მაგრამ მერწმუნეთ ეს ნელი ტემპი არ არის და საჭიროების შემთხვევაში და მონდომების შემთხვევაში მართლა დადგება ის შედეგი რისთვისაც ეს ყველაფერი არის დაწყებული თან შორის ამ ხარძიანის ეს არის ერთ-ერთი ეპიზოდი მხოლოდ ეს კონკრეტული ბიზნესმენის საქმე მაგრამ ჩვენ გვახსოვს ასევე არაერთი სხვა ანალოგიური საქმეები მათ შორის ეს მკვლელობები პირდაპირ გაგებით თან კარგად გვახსოვს ახლა მე მაგალითად სამსახურში მივდიოდი მაშინ სამარშრუტო ტაქსები იყო ჯერ კიდე უფრო მეტად ეს მოდაში ეს საზოგადოებრივი ტრანსპორტი სნაწილი ასე ვთქვათ ეს მარშრუტკები
და როდესაც იმ იუსტიციის სახლთან გავიარე, გადაკეტილი იყო მაშინ ეს ყველაფერი. გვახსოვს, როდესაც ის ჩაცხრილული იქნენ ის ახალგაზრდები, მანქანაში გადაკეტილი ჰქონდათ ამ სააკაშვილის მაშინდელი კუდი, სოდი, რა ვიცი რაღაცა, უცნაური სახელწოდებების აბრევიატურები, რაც ჰქონდათ ეს სახელწოდებები და მაშინ მოხდა ეს ჩაცხრილვა იმ ჯგუფის დევნა როდესაც იყო მათზე. გარდა ამისა, იმ ყველაფერი ეს გაიხსნა ამ გირგვლიანის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალებით, მერე როდესაც უკვე ტელევიზიით უფრო გაიშალა ეს საკითხი, ბევრი დეტალი ამოტივტივდა და გამოიწვია სერიოზული უკმაყოფილება, ხალხი ქუჩაში გამოვიდა. დასაბამი მისცა, ამ საფუძველი იყო ეს მკვლელობები, აი უკმაყოფილების, რაც პრინციპში რეჟიმი იყო და ამ რეჟიმის ქვეშ იყო მოქცეული მთელი საზოგადოება, კაციშვილი ხმას ვერ იღებდა, შიშის სინდრომის უფევდა. და თქვენ სწორად ახსენეთ, ამ კომისიაში არის კაცი, რომელიც სწორედ 7 ნოემბრის პერიოდში სახალხო დამცველი იყო. კი ბატონო. და ფოტოები არის, როდესაც მოსდევს ეს სპეცრაზმელი და ამ ხელკეთს ურტყამს თავში. და ხელები აქვს თავზე დაჭერილი. მხოლოდ მას არა, იქ ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები იყვნენ. ყოფილი პრემიერ-მინისტრი ჯორბენაძე, მასზეც ანალოგიური ფოტო იყო, ხო გარდაცვლილი ამ ხელკეთით რომ მოსდევენ და პრინციპში იყო ესეთი ტერორის მთესავი რეჟიმი. ერთი იყო საგარეო მიმართულებით მათი ბელადი რას ლაპარაკობდა და ფაქტია რომ ვიღაცეებს მოწონდათ დღეს უკვე ცნობილია ვის მოწონდა, აგერ ხედავთ ჩვენ ამ კოლექტიურ ევროკავშირის მთელ რიგ ლიდერებს, რომლებიც ამ 3 წლის განმავლობაში ერთი და იგივეს ლაპარაკობენ ამ უკრაინის ომთან დაკავშირებით და ორბანმა პირდაპირ თქვა, რომ ეს ომი არის წაგებულიო. ფორინტებზე გააკეთა აქცენტი თავის, ანუ უნგრულ თანხაზე, თუ რამდენი მილიონი დაკარგა რიგითმა უნგრელმა, როცა მისი ამოღებული ჯიბიდან უნდა მოხდეს კონტრიბუცია ამ სამხედრო ხარჯების გაზდაში. მაგრამ უფრო მეც დაკარგავენ ის ქვეყნები, ვინც აპირებს რომ გაიღოს ეს სახსრები. ეს დიდი ხანი არ გაგრძელდებაო. გუშინ იყო სხდომა ბრიუსელში ამ თავდაცვის ევროპული ძალების უფრო მეტად გააქტიურებისთვის, როგორც თავად ეძახიან და თავდაცვის უნარიანობისთვის. აი აქაც ეს არის საინტერესო, მე რატომ გადავედი ამ თემაზე, იმიტომ რომ ეს ძალები არიან, რომლებიც დღენიადაგ საქართველოს მიმართ კვლავ კრიტიკულ განცხადებებს აკეთებენ. და აი თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა, ეს ადამიანები ხელისუფლება ამბობს ელოდება ამ deep state-ის დამარცხებას, მაგრამ ვინც სააკაშვილს მხარს უჭერდა და ჩვენ გვახსოვს ეს ყველაფერი, ეს დადგმული სცენები, სპექტაკლები მე რესტორნებში ამ თუნდაც ეს ჯორჯ ბუშის მასპინძლობა, ცეკვა და ასე შემდეგ და აი სწორედ ამ deep state-ის შემადგენელი ნაწილი იყო ეს ყველაფერი, რომლებსაც სურდათ აქ თავიანთი ამ გავლენის და რეჟიმის დამყარება. მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველაფერი არც ისეა, როგორც მათ სურდათ. ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი, აი ინტერვიუში გუშინ გავრცელდა ეს ინფორმაციები, თავად აღნიშნავს, რომ აი სწორედ იმ ფონდის წარმომადგენელი, ვინც ყველანაირად ცდილობდა, პედალირებდა და პირდაპირ მიუთითებდა, რომ ჩართულიყვნენ მეორე ფრონტის გახსნაში, უარი რომ მიიღო, აი ამის გამო წამოვიდა უფრო და უფრო მეტი წნეხი. მათ შორის ახსენა ღარიბაშვილიც იგულისხმა, სადაც ის იგივეს ამბობდა. როგორ ფიქრობთ თქვენ, ახლა ეს რამდენი ხნის საცდელია კიდე საქართველოს ხელისუფლებას და ავტომატურად თავად ქვეყანას, რადგან ბევრი ქილიკია ამ ოპოზიციონერებისგან, ახლა მე დეტალს აღარ ჩაუღრმავდები, დღემდე გახკივიან და გაყვირიან, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ აქვს საკმარისი ლეგიტიმაცია და აი იქ არ ხვდებიან, იქ არ უშვებენ, ის სანქცირებულია და ასე შემდეგ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს ყველაფერი? ანუ ჩვენ ქართველები ველოდებით ამ deep state-ის დამარცხებას ვის მიერ, ტრამპის მიერ? მოკლედ დავით, პირველ რიგში დიდი მადლობა მინდა გითხრას შეკითხვის, იმიტომ რომ სწორედ იმ მიმართულებით წაიყვანეთ, აი რისი თქმაც და სად მიბმაც მე მინდოდა ამ პროცესების. ეხლა წინასწარვე წეღან კომისიასთან დაკავშირებით რაც თქვით დავით
ის კომპეტენტურობა დაუშვათ წულუკიანის სუბარის ბატონი ალეკო ტაბატაძის და სხვებისაც არც ერთის კომპეტენცია შეეჭვია არ მეპარება ეს ნიშანია იმისი რომ ხელისუფლება მზად არის ამ კომისიის სწორი და ნაყოფიერი მუშაობით ის შედეგი დადოს რასაც ახლა მე ვიტყვი დავით და რა ბმაშია ეს ამერიკასთან თუნდაც ევროპასთან და შემდეგ ჩვენ ახლა არაერთხელ გვითქვია და არახალია უბრალოდ ამ კითხვიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ განმეორდები დავით რომ დღეს ჩვენ მომსწრე ვართ სოფლიო ახალი წესრიგის ასე ვთქვათ ჩამოყალიბების და იმ ძველი წესრიგის ნგრევის და რაც გამოიკვეთა ამ პროცესში არის ის რომ მიმდინარეობს ძალაუფლების ასე ვთქვათ ხელში აღება სხვადასხვა ძალების ქვეყნების და ასე შემდეგ რომლებიც შემდგომში გამოიკვეთებიან და არაერთხელ გვითქვია ესეც გინდა იალტაური დავარქვათ გინდა ახალი იალტა და იქ რაღაცა მხარეებად 3 იქნება 4 თუ 7 თუ 2 მნიშვნელობა არა ძალაუფლების მოპოვების პროცესში არის დღეს სოფლიო ჩვენ ვხედავთ რუსეთის პუტინის რუსეთს რომელსაც ძალაუფლება აღებული აქვს თავის ხელში ვხედავთ ჩინეთსაც რაოდენ პარადოქსიც არ უნდა იყოს ტრამპის ადმინისტრაციას ძალაუფლება ხელში ჯერ ვერ აქვს აყვანილი და სწორედ ამასთან ვაბამ ჩვენ საქართველოს მდგომარეობასაც რომელიც ჩაბმულია deep state-თან ბრძოლაში ეს deep state აღმოჩნდა სრული აი არ ვიცი მოიცვა სრული როგორც ჩანს სახელმწიფო ქონა და არა მარტო ამერიკის შეერთებული შტატები სრულიად დასავლეთი და საცეცებით ჩვენთანაც რასაც ვხედავთ ის ალბათ ისა სურათია იმ ძირითად ძალებთან შედარებით და ამ ფონზე ამ ძალაუფლების მოპოვების ფონზე რასაც ტრამპი ცდილობს deep state-ის დამარცხებით ხო ამათი მიდგომა საკითხებისადმი მე სწორად მიმაჩნია ქართული ოცნების სიმართლე გითხრათ მხოლოდ ტრამპა შეიძლება გაიმარჯოს deep state-ი დაამარცხოს იქ მაგრამ ჩვენი deep state-ით შორს ვერ წავიდეთ მოდი დავარქვათ ახლა ეს ერთ გუნდს შეიძლება აღნიშნავდეს დასავლეთში მაგრამ აქ ჩვენი საცეცები ყავს და ახლა რას გულისხმობ იმ ახალ მსოფლიო წესრიგში შეუძლებელია ძველი წესრიგით, ძველი შეხედულებებით, ძველი სტრუქტურით ან ძველ ტყავში, ძველ სამოში გამოწყობილი წარდგე. თუ ჩვენ გვინდა საქართველოს ღირსეულად წარდგეთ ამ ახალ მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში და დავიკავოთ ღირსეულად ჩვენი ღირსეული ადგილი, ჩვენ ამისგან უნდა განთავისუფლდეთ, რასაც ქართული deep state-ი, ქართული ომის პარტია და ასე შემდეგ ქვია. აი ამ პროცესში ზუსტად იმიტომ გავუსვი ხაზი იმ კომისიას, რომ ერთადერთი დღეს გამოკვეთილად საშუალება, რაც ამ ყველაფერს დაასრულებს და ესე ლოგიკურ შედეგებამდე მიიყვას, ეს არის ეს კომისია, ამ კომისიის კომპეტენტურობა და მონდომება შედეგი დაიდოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, აი, როგორ გითხრათ, იმაში ფსალმუნებში და ლოცვებში ხო არის დავით, ახლა გადახვევასავით გავაკეთებ, რომ მე უღირსად თუ მოვალო ქორწილშიო, მე სამოსელი მამხილებს ჩემი და ანგელოზების მიერ ჩვენ თუ უღირსად წარვდებით, ჩვენ არავინ არ მიგვიღებს ამ ახალ მსოფლიო. აი ეს პრობლემები აქვს ევროპასაც. ევროპა თუ ღირსეულად არ მოიქცა, თუ ეს გლობალური ლიბერალური ელიტა არ ჩამოშორდა ევროპისათვის რაღაცა, მას დიდი ასე ვთქვათ დრო არ უწერია, ხო? იგივე ვართ ჩვენ და ამ პროცესში ვართ ჩართულები და ლოდინი ქილიკი იმაზე რომ ტრამპს ველოდებით რაღაცა იცით რა ქილიკიცაა და ქილიკით ჩვენ არავის არ ველოდებით ოღონდ თავს ზემოთ ძალა არ არის ტრამპი თუ ვერ მოერია deep states ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია საქართველოში ჩვენ მოვერიოთ deep states ეგ ყოველად წარმოუდგენელია და მადლობა უფალს რომ ეს პროცესები მიდის უბრალოდ ამ ჩვენ როგორი არის იყო ლოდინის რეჟიმი დავით და დღეს ლოდინის რეჟიმში დგომა მე უფრო რბილად რო ვთქვა დანაშაულად მიმაჩნია და სწორედ ეს არის რომ არავითარი ლოდინის რეჟიმი არ არის სიფრთხილეა გამოჩენილი ხანდახან შეიძლება გვეჩვენებოს რომ ზედმეტადაც მაგრამ იმის იქით ძალა როცა არ არის მეც ვერ გავაკეთებ პარალელურ რეჟიმში ამ კომისიით რაც გამოიკვეთა ჩვენ ვხედავთ რომ პარალელურ რეჟიმში ჩვენ deep states ვებრძვით აქ და რისი საშუალებაც მოგვეცემა და აქვე უნდა ითქვას ეს არის ბრძოლა რომელიმე მხარის სრულ განადგურებამდე დავით აქ არ შეიძლება რომელიმე მხარე მე პოლიტიკურ მხარეს გულისხმობ და არა ფიზიკურს რომელიმე მხარე დარჩეს რაღაც ნარჩენების დონეზე და რაღაც და ამაზეც
თხოვნა რამოსატანე და მოუწოდებ ხელისუფლებას, რომ დანდობა არ უნდა იყოს, მაგრამ აბსოლუტურად უნდა იქნეს ამოშანთული წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც ევროპას, ესე საქართველოსაც კარგი დღე არ გველოდება. და მე იმედიანად ვარ და ამ პროცესების მომსწრე ვარ, პირადად მე ჩემი გადასახედიდან დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხის უმრავლესობაც ესე უყურებს ამ პროცესებს. კი ბატონო. და თემა, რომელიც პრინციპში ჩვენ გვეხება, თუნდაც აი ამ კონტექსტში, ახლა ერთია იქ ტრამპი ებრძვის deep states, მაგრამ დასავლეთი ევროკავშირის სახით არიხევს უკან, თავისი ხაზი აქვს მას. ჩვენ საქართველოს და საქართველოს ხელისუფლებამ დაიჭირა კონკრეტული მიმართულება, ელოდება ტრამპის ადმინისტრაციასთან სრულ გადატვირთვას, პოლიტიკის გადატვირთვას საქართველოსთან. მაგრამ უკრაინაში მიმდინარე ომიდან გამომდინარე ევროკავშირი ცდილობს და ისევ საუბრობს ამ გადაიარაღებაზე, შეიარაღებაზე. და რითაც აგრძელებს აი ამ საომარ რიტორიკას. ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი ხელისშემშლელი. თქვენ როგორ ფიქრობთ ახლა? ჩვენთვის იქნება თუ არა ამ ევროპელების მხრიდან კიდევ ეს გაგრძელდება თუ არა კრიტიკა, ზეწოლა იმის მიუხედავად იქნება თუ არა კეთილგანწყობილი ტრამპის ადმინისტრაცია საქართველოს ხელისუფლებასთან. ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? გაუძლებთ ევროკავშირის ამ წნეხს? ნახეთ, ჩვენი ერთადერთი გარანტია საქართველოს ამ წნეხს გაუძლოს, ეს არის ქართული ხელისუფლების სწორი პოზიცია, დავით და ყველა მიმართულებით დღეს მე სწორ პოზიციას ვამჩნევ, გარდა ერთი მიმართულებისა, ეს არის რუსეთთან დაკავშირებით, იმ ფონზე და რას გულისხმობ რუსეთთან დაკავშირებით, რაღაცა პროცესები დასაწყებია დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენისა რუსეთთან. აი, უბრალოდ დავაკვირდეთ და მე მინდა მაყურებელსაც მიუმართო, ხო? ერთი თვალით გადავალოთ, აი ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ტრამპის, ასე ვთქვათ, ახალი ადმინისტრაცია, ხო? რომელიც ფაქტიურად შეიძლება უხეში იყოს ხვეწნის რეჟიმი, მაგრამ თხოვნის რეჟიმში ნამდვილად არის რუსეთის ფედერაციასთან, რომ როგორც პარტნიორი ისე განიხილავდეს საკუთარ თავს ტრამპთან დაკავშირებით პუტინის რუსეთი, ასე ვთქვათ, პუტინის ადმინისტრაცია. ტრამპს არც ევროკავშირის, ასე ვთქვათ, იმედი აქვს, არც ისრაელის, არც არაბული ქვეყნების და არც ჩინეთის და არც ავსტრალიის და არც კანადის, ხო? ჩვენ ერთადერთი მართლა ყველაზე ძლიერ დღეს სამხედრო მანქანას მოთამაშეს ამ ახალი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბების პროცესში არის რუსეთი და ჩვენ მით უმეტეს ამ პროცესში სწორად გამიგეთ, ვერც ტრამპის იმედი ვერ გვექნება, იმიტომ რომ ტრამპსაც არა აქვს ჯერ სანამ არ დაამარცხებს ამ deep states და ეს deep state რაღაცა აბსტრაქცია ხო არ არის, რა, აი სწორედ ის ევროპა არის, რომელიც ჩვენ წნეხის ქვეშ გვამყოფებს და სწორედ იქ მოკალათდა და ჩაბუდდა ხო ეს ყველაფერი და ამიტომ გარანტიები იმისა, რომ ამ წნეხს გაუძლოს საქართველოს ჩემი ღრმა რწმენით კარგია ეს ლოდინის რეჟიმი, კარგია მოფრთხილებული ფრთხილი ნაბიჯები, მაგრამ აუცილებელია რუსეთთან დაკავშირებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, რომ რაღაცნაირად დროში ისე არ ჩამოურჩეთ, რომ დაუშვათ და ვერ მოიგო, ვერ აჯობა deep states, ეგ ხო შეიძლება ეგეც დაუშვათ. ტრამპა მოკლეს ან რაღაცა მოხდა, ან მომავალ ძალიან ცოტა დრო აქვს ტრამპს. ჩვენ ახლა უნდა წარმოვიდგინოთ, რომ ეს ქვეყანა განამარტო deep states ებრძვის, deep states ებრძვის, რომ ძალაუფლება აიღოს ხელში და იმ ახალ არქიტექტურას, რასაც მსოფლიო ახალი წესრიგი ქვია, თავისი ხედვა წარუდგინოს და მე ამით განიმტკიცოს თავისი პოზიციები საკუთარ ქვეყანაში და მომავალ არჩევნებშიც ბრჭყალებში პირნათელი წარდგეს თავის მოსახლეობის. ჩვენ ამ პროცესებში ვარ, შეიძლება ეს ვერ გააკეთოს. შეიძლება deep states-ი დაამარცხოს, მაგრამ ტრამპის ადმინისტრაციამ წააგოს ამერიკაში. ჩვენ მშრალზე არ უნდა დავრჩეთ და მე საჯიჯგნად არ უნდა ეხლა იმის თქვენ ფიქრობთ, რომ არის იმის საფრთხე, რომ თუ კი ვთქვათ რუსეთთან არ დაიწყო ურთიერთობის, ანუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და იქ შტატებში ტრამპმა ვერ წააქცია, ასე ვთქვათ, ეს deep state-ი ვერ მოუგო, ის ძალები, რომლებიც ახლა აქტიურობენ ოპოზიციურ ფლანგზე და მათ ყავთ თავიანთი პატრონები დასავლეთში,
შესაძლოა მათ სამომავლოდ კონდეთ იმის შანსი რომ ჩაიგდონ ხელისუფლება ხელში, ასე დავით. ანუ რუსეთი ჩვენ გვჭირდება თუნდაც გეოპოლიტიკური კომპონენტიდან გამომდინარე დასაბალანსებელ ბერკეტად. და არა ის რომ ჩვენ რუსეთის ხახაში ვარდებით, ან ისევ რუსეთს უგებთ აქ საქართველოში ფიანდას, ხო? ასე. კი ბატონო, ეხლა უყურეთ სათუოდ დგას ერთადერთი რამ, რომ ტრამპი ან დაძლევს ამ წინაღობას, რაც მის წინაშე აქვს Deep State-თან დაკავშირებით, მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით, ნუ ახლა აღარჩა ახლო აღმოსავლეთი, ჩინეთი, რუსეთი და რავი, კანადა და გინდაც მექსიკის, ამერიკის ყურე, ხო? ეს არის სათუოდ, მაგრამ იმ შემთხვევაში და ღმერთმა არ ქნას და ალბათ შანსი მაგისი ძალიან დაბალია, რომ ტრამპმა ეს დაწყებული ბრძოლა წააგოს. ნიშნულობა რა აქვს, რა შედეგით წაგებულად ჩაითვალოს, ხო? აქ განა თუ შანსი არის ეჭვიც არავის შეეპაროს 99.9% სიზუსტით ის ძალები მოვლენ რომლებიც ხელში აქვს დღეს საქართველოს და რომელთა წინააღმდეგაც ეს საგამოძიებო კომისია შექმნილი რომ ეს ყველაფერი დასრულდეს საქართველოში. რა თქმა უნდა ეს ესე იქნება და ამ შემთხვევაში ერთადერთი გარანტი ის კი არა რაღაცა ტანკები შემოიყვანოთ და ასე შემდეგ და დღეს ზოგადად როგორ არის იცით აი ეს ეპოქა რო ის თუმცა ამ ძველ სისტემას ამ ნარჩენებს Deep State დღესაც ეს ახასიათებს რომ ეს არის აბსოლუტური ცუდი ეს არის აბსოლუტურად კარგი მოვლენა მაგალითად Deep State-ის ამ დასავლეთის ეს ომის პარტია არის აბსოლუტური სიკეთე და დაუშვათ რუსეთი არის აბსოლუტური ეს იცვლება გამიგეთ დღეს ყველაფერი არის მარტივი მათემატიკა ხა ტრამპის ზუსტად ეს პიროვნება არის ხო სასარგებლო და არასასარგებლო ჩვენთვის სასარგებლო არის თუ არა რუსეთთან გარდა იმისა რომ გარანტია არის თუ არა სასარგებლო არის თუ არა ხო მაგაზეც ხომ უნდა ვიფიქროთ და ის ყბადაღებული არის კანკალით საუბარი რომ კი არა ამის კი არა უნათქვამიც აქვს მართლმადიდებლობაზეც კი უარს ამბობენ ოღონდ რუსეთთან არ ქონ აი როგორი რაღაცა იცი დავით აი რო შევადარ ანთებით პროცესში რაღაცნაირად ეს ანთება რო სხეულად ანთებამ რო გითხრას რომ ანტიბიოტიკები არ გაიკეთო აი დაახლოებით ესენი არიან საქართველოს სხეულზე მიმჯდარი ბაქტერიები ანთება ეს ხოროვა ეს სტაფილოკოკები კი ბატონო რომლებიც გეუნებიან რომ ის ანტიბიოტიკი რაც ამ ანთებას ჭირდება რუსეთთან დაკავშირებით ახლოს არ მივიდეთ იმასთან და ჩვენ ამის პროცესში ამათ არ უნდა უყვეთ ამათ მოიყებონ ჩვენ ქარავანმა უნდა გავაგრძელოთ აი გუშინ რადიო თავისუფლებაზე იყო პატარა ვიდეო და ანუ ეს წერენ ახლა ფრანგებს ბაძავენ ეთყობა იქ რადიო ფრანს ინტერნაციონალის აქვს უკრაინაში მიმდინარე ომზე ახლა არის 1025 დღე 1026 დღე ყოველ დღე ერთ დღეს უმატებენ და 1000 გადაშორდნენ უკვე არ ვიცი ეს რაღაც აკვიატება აქვს და რადიო თავისუფლებასაც ქონდა აი ქუჩის პროტესტის 115 დღე და ვიდეოში იყო ეს ახალგაზრდობა მწვანეთმიანი ახალგაზრდობა როგორ აბაკუნებს ფეხებს უბრახუნებენ ამ ბარაბნებს და გაჰკივიან რაღაც დაყენებული ხმით ამ ფრაზებს, გალექსილ ფრაზებს. ახლა ამ ძიმე მარხვაში წარმოვიდგინე უბრალოდ აი ფილმები ჰოლივუდის ხო ნანახი გაქვთ ხო? ცნობილია ეს ფილმი ერთ-ერთი სხვათა შორის ეს ძალიან დიდი გამოხმაურება ქონა ეგზორცისტი. ახლა არ მინდა ისე გამომივიდეს რომ იქ თავარი გმირია ეს თვითონ ეს გოგონა საკმაოდ გავს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ეს ჰაბიტუსით ნუ იქ მართალია ეს პატარაა და ეს ახლა არაფერი პიროვნული უბრალოდ მსგავსებაზე ვიძახი ხო და ახლა ამათ რო უყურებდი ამ ვიდეოში პირდაპირ ესაჭიროებათ ეს ეგზორცისტი რაღაც ვერცხლის ჯვარი 1 2 ან 3 ლიტრი ნაკურთხი წყალი რო აპკუროს ამას და დარწმუნებული ვარ ორთქლიაუვად აი ნუ სასწაული ხდება პირდაპირ რა ეს არის ადგილი სადაც იქ ხალხი ეწამა გნებავთ 9 აპრილს გნებავთ იქ იუნკერების თემა იყო რა ვიცი უამრავი ისტორიული მოვლენა იქ 9 აპრილის მემორიალზე ჩვენ გვახსოვს სუბელიანი ხო და ფეხებით უბაკუნებდა იმაზე მემორიალზე კი აი საოცრებაა პირდაპირ სულ უფიქრდები ახლა რა რომ ამ ბავშვებს მართლა ამ ჭყინთ ბავშვებს მშობლები არ ყავთ ან თუ ყავთ გამოდის რომ ისინიც რა ანუ თიც წოვდნენ და ამ ბავშვებს ყურადღებას არ აქცევდნენ, ისე იზდებოდნენ. სასწაულია პირდაპირ რა და ეს ლოგიკურია რაც ხდება, ეს ან დროულად ახსაკვეთია, ან რაღაც ზომებია შესამუშავებელი. ხლა რაღაც ის მე არ ვარ ცერბერი, რომ მორალი უკითხო ვიღაცეებს და მე გამოვდიოდი ამ ინიციატივით, მაგრამ
ყველას დასრულ ნორმალურ ადამიანს ეს ბუნებრივია ეს გრძნობა გაუჩნდება, როდესაც უყურებს ამათ პარპაშს. კი ბატონო, მოსაბეზრებელია. თან აქ მეორე კითხვაც ჩნდება, იცით, აი ხლა გუშინ ავტობუსით მივდიოდი, ხო, რუსთაველის მთავრობის სასახლესთან უნდა გაევლო. გადაიკეტა. ან ჩამოვიდა მგზავრები იქვე გააჩერა, ზოგი ჩავიდა ქაშვეთთან, ზოგი ავიდა ზემოთ, იქ ჩიტაძის ქუჩაზე, რა ვიცი, ჯოველიძის ქუჩაზე. ანუ ეს პოლიციაც მობილიზებული ისეთი შტაბ-ჭრილება რჩება, რომ ამათ ის ფული და ის სახსრები, რაც ეგზავნებათ, ეგრეთ წოდებული ატრაბოტკა აქვთ და ძალოვნებმაც იციან, რომ რაღაც პერიოდი გარკვეული დრო ამათ უნდა მისცენ. რომ აი ასე პერმანენტულად აგრძელონ ეს ვაკხანალია და ბარდაკი. მოსაბეზრებელია ეს, აი ხელისუფლებას მინდა მოუწოდო, რომ ცოტა აქტიურად იმოქმედეთ, ხალხს უკვე რეალურად აქვს ეჭვები. რომ ერთი მეორე ხელს ხომარბანს ძალიან არ უნდა ადამიანებს, ქართველებს, ცივილიზებულ საზოგადოებას, რომ ეს იფიქროს. იმიტომ იყო ეს განცდები, რომ აი სხვა რადიკალური მიმართულებებისგან, რომ აი ნაცები, ქოცები ერთი მეორეს ხომარავსებენ და ასე შემდეგ. რატომ აჯეჯილებთ ამათ ამდენი ხანი, აიღეთ და მოაშორეთ ამ პროსპექტიდან, ამ რუსთაველიდან და იმ ძალოვნებით ჩააყენეთ ბოლოს და ბოლოს იქ და ამ ტრასას ნუაკეტინებთ. მარტო ის ხომ არ არის, რომ 5000 ლარი ჯარიმა დავუწესო, ან 10000 ლარი. კი ბატონო, დავით. ხო, ეს მე მგონია. აი მე მინდა ოღონდ აქვე მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა ეს შეიძლება ამის ეჭვის საფუძველს გვაძლევდეს მათი ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მოქმედება ვიღოთ. აი დანამდვილებით შემიძლია ვთქვა მე ერთ-ერთმა საქართველოს მოქალაქემ, რომ არაფერ მსგავსთან არ გვაქვს და წეღანაც ადგილი და წეღანაც მაგიტო ვახსენ, რომ ეხლა არის ესეთი პროცესები, რომ შეუძლებელია ვერ შეინარჩუნებს ნაციონალურ მოძრაობას, რომც მოინდომოს ქართული ოცნება, თუმცა ამის ნიშნებს ჩვენ ვერ ვხედავთ. პირიქით შეიძლება ამ კომისიასთან დაკავშირებით, არაერთ სხვა მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს განათუ არ ჩანს, ეს პირიქითაც არის. შესაბამისად, არც ნაციონალურ მოძრაობას აღარ აწყობს ქართული ოცნება, იმიტომ რომ სრული გამანადგურებელი ბრძოლა იდეოლოგიური, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ სოფლიოში. ეხლა უბრალოდ ერთ ფაქტს შევეხები, რამდენ ის არის ძალზე მტკივნეული თემა, ეს მაღაროელების თემა. დავით, უბრალოდ გაკვირვით შევეხები არაფერს ისეც, იმიტომ რომ მართლა ძალზე მტკივნეულია და ის საცუდავი ხალხი მართლა იქ მუშახელი და რაღაცა ის ლუკმაპურისთვის იბრძვის და რაზეა ლაპარაკი, მართლა სოლიდარობა ჩემგანაც მათ. ოღონდ, ნახეთ როგორი რაღაცა არის. პარაზიტობა ეს არის, არ ვიცი, ხა ამაზე საზიზღარი თემა არ არსებობს. ეხლა მე მინდა იმ მაღაროელ მუშებს მივმართო. აი, თქვენ პროტესტს, როცა გელამთიულიშვილი ჩაუდგება სათავეში, ხო? თქვენ უნდა იცოდეთ, რომ ის პროტესტი იმ ძირშივე არის მკვდარი და არაფერი შედეგის მომტანი არ. ნუ მიცემთ ეროვნულობის ნიღბის ქვეშ მყოფ ადამიანებს იმის საშუალებას, რომ ეს თქვენი გულწრფელი პროტესტი, რომ თქვენი ოჯახების, თქვენი სამსახურების, თქვენი, არ ვიცი, კარიერის და ასე შემდეგ გადარჩენისა გადაიქცეს ვიღაცის სათამაშო თემად. და მართლა იმისთვის, რომ ვიღაც ნანუკა ჟორჟოლიანებმა და ვიღაცებმა მერე რაღაცა ფულები რიცხონ, ვითომ თქვენ დასახმარებლად, თვითონ ისე მილიარდები და ვილები იყიდონ საზღვარგარეთ და ასე შემდეგ. ნუ გამოაყენებინებთ თავს. აი მაგის თქმა მინდა, უბრალოდ არც რჩევას არ მოგცემთ არაფერს, ამას კარგად დააკვირდით და იმიტომ რომ რაღაცა ხდება ქვეყანაში, შეიძლება ყველაფერი ხელისუფლების ბრალი არ იყოს და ჩვენ ამას ვხედავთ, ამის მომსწრეები ვართ, რომ ის deep state, რომელსაც დღეს ტრამპიც ვერ ერევა და როგორ დამთავრდება არ ვიცით, აქაც ისე მძვინვარებს. რაღაცეები ყოველთვის რაღაც პროცესების უკან დგას და ნუ გამოაყენებინებთ თავს მთიულიშვილებისა და მისნაირების ნაწილებს, რომლებსაც სახეზე ნიღაბი უკეთია და კონსტრუქცია თქვენთან ბევრია მართლა და ყველა ეგეთი ხართ, მაგრამ არიან გამორჩეული, ვისაც შეუძლია კავშირი დაამყაროს ხელისუფლებას და კონსტრუქციულ რეჟიმში გადადით და ნუ შეარყევთ ისედაც შერყევის პროცესში მყოფ ქვეყანას. აი ამის თქმა მინდოდა უბრალოდ და ესე ხაზი გაუსვი ამას პარაზიტობას დავით რა და ეხლა კიდევ რუსეთთან დაკავშირებით ესე იგი პრეზიდენტის მრჩევლად დაინიშნა ლუკა ეხვაია. ჩვენ ვიცნობთ აქ არაერთხელ შევხვედრი ვართ ხო ჩვენ სტუდიაშიც და
მაინტერესებდა რატო წიოდნენ ეს ძალები და რა აღმოაჩინე თურმე 3+3 ფორმატზე დადებით ულაპარაკია თურმე ჩინეთზე ულაპარაკია დადებითად რომან გოცირიძე გამოეხმაურა მოღალატეა აბა რომან გოცირიძე ეს ახლა მე შეკება რომან გოცირიძე მე მაგალითად ბედნიერი ვიქნები იმდროს როცა რომან გოცირიძე და მისნაირი ნაწილები ჩემზე იტყვიან მოღალატეაო არაერთი დაწერილა მაგრამ ნუ მაინც სახალხო დრო იტყვიან მე მინდა წარმატება უსურვო ამ ახალგაზრდა კაცს და თურმე ბიუჯეტიდან ამდენი ხალხო არ ვიცი მე ამათ უკვე ბიუჯეტიდან მისი ხელფასის ციფრი რაც ეწერა ამათ ტვინი არ აქვს თავში ახლა ასენი ხო ყველაფერს პირდაპირ რასაც ხედავენ ისე აანალიზებენ ის დარიცხული ანუ მას აკლდება საშემოსავლო 20% და ნაშთი რჩება ის რაც ამბიცია რა აკლდებოდეს რა ხო და ანუ აი რამე კონცეპტუალურ თანხაზეა ლაპარაკი როცა ტელევიზიის ერთ-ერთ წევს გვარამიას და მისთან ეს 80 და 100,000-ები რო აქვს ხელფასები გეკითხებით მე თქვენ რა გააკეთეს ქვეყნა მაგრამ ერთხელ შევაფას მაგათმა იმდენი დაუშავეს ქვეყანას რომ ამაში deep state-მა მაგარი თანხები გადაუხადა ამ ფონზე შეიძლება ამას რაღაცა მსგავს ჯერ არ მოსულა კაცი არ დაიჭ უბრალოდ ვიცით რომ საღად მოზრონე ადამი სწორად აღიქვამს აი ხა მაგალითად როცა ბაიდენის ადმინისტრაციამ შეგვიჩერა ეს ამერიკასთან რა ქვია თანამშრომლობის რაღაცა ეტაპზე გავჩერდით ხო? ამან სუვერენიტეტის გზიდან გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა ერთ-ერთ გადაცემაში, ნუ ეს სოციალურ ქსელებში გამოდიოდა ხოლმე და ესეც მოღალატეობრივად აქვს. ნუ ანუ იქამდე მივდივართ ყველაფერი, რაც კი ჩვენთვის სასარგებლოა, deep state-ის ამ ნარჩენებისთვის, ნაგვისთვის, ეს არის ყოველად მიუღებელი და მთლიანად იხარშებიან ამ პროცესებში. კიდევ ერთხელ ძალიან კაი გამონათქვამია ჩვენ ქარავანი მივდივართ და ამათმა იყეფონ დაიღლებიან და დასრულდებიან პატარა ხელსაც შეუწყობს სახელმწიფო ამ დასრულებას ხო რაღაც ნუ აი კი ითქვა ერთხელ ბაქტერიებივით არიან მაგრამ ანტიბიოტიკოთერაპია არის რაღაცა საჭირო. თორე ის მერე უკვე გვიანი შეიძლება გახდეს. ესენი უფრო სტრეპტოკოკების ჯგუფს უფრო გვანან ვიდრე სტაფილოკოკების. ნუ მრავლდებიან, მაგრამ უფრო ესეთი გრამდადებითი და გრამუარყოფითი ორივე მიმართულების მიხედვით არის ანტიბიოტიკოთერაპია ამ წინააღმდეგ, იმიტომ რომ ერთია რომ ყეფენ, მაგრამ ეს ყეფაც არის მოსაბეზრებელი. აი როგორც არსებობს ხო რაღაც რუდიმენტი და ზედმეტია და უნდა მოაშორო დაახლოებით ასეთი ქირურგიული ჩარევა ალბათ საჭირო არ არის სავალდებულო ვიღაცამ გარედან თქვას რომ იცით რა იქ არის იჩაგრება ოპოზიცია ნუ რა ოპოზიციაზეა ლაპარაკი ახლა ეს დასავლური მედიის სააგენტოები ამაზე გამოვა ერთი 100 კაცი ეს ტვინაღძობები რომლებიც ფინანსდებიან და ამათ ესეთი შეფუთვა აქვს როგორც ოპოზიცია. დაიღალა ხალხი. კი ბატონო. დაიღალა ხალხი, ესენი არიან დროზე რაღაც დავით, აი ერთსაც ვიტყვი, ესე იგი, ეხლა რა პროცესებიც მიდის ამ ახალი მსოფლიო წესრიგის დაბადების პროცესში რო ვართ. აი წარმოვიდგინოთ რომ როგორც რელიგიურადაც ეს არის ლოდი რომელსაც თუ დაეჯახები, დაიმტრევი და თუ დაგეჯახება გაქსრისავს. და ამათ რუსთაველისტებს ესე რომ ვთქვათ, ქუჩაში რო ყრიან, ყველაზე რა თქმა უნდა მაგი არ ითქმის, მაგრამ მაგათ უკან მისგან ძარითად ამაც ეოქლა. ნუ გაისრისავთ ბიძიებო თავს და ჩადექით ქვეყნის სამსახურში იმით მაინც რომ ნეიტრალურები ცოტა ხანი თავი შეიკავეთ. იმიტომ რომ გიყენებენ და იმ სცენაზე გეხართ, სადაც მომავალი არ აქვს არავის. და ნუ დაიღუპავთ თავებს რა. დიდი მადლობა გიორგი, მე ტელემაყურებელს შევახსენებ ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რეგიონალური მდივანი გიორგი არღვლიანი, ჩვენ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში მომდევნო სტუმართან ერთად დაგველოდით. ხომდის. ქართველები მთელ აღმოსავლეთში და შეიძლება ითქვას მთელ მსოფლიოში საუცხოო ჯიშის ხალხია. ამ ქვეყანაში მე არ შემხვედრია არც ერთი უშნო ადამიანი. კაცი იქნება ეს თუ ქალი. ვხვდებოდი მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზისებრ სახეებს. ქალების უმეტესობა ბუნებას ისეთი სინატიფით დაუჯილდოებია, როგორცაც ვერსად შეხვდებით. ვფიქრობ, შეუძლებელია მათ თვალი მოჰკრა და არ შეგიყვარდეთ. ქართველ ქალზე უფრო მშვენიერი სახისა და ტანის დახატვაც კი შეუძლებელია. ჟან შარტენი არიან ქვეყნები, სადაც სილამაზე უპირატესობად არ ითვლება, რადგან ყველა ლამაზია. მოგზაურები ამას ერთხმად ამბობენ საქართველოზე. სტრაბონი.
მთელი საქართველო მშვენიერ წალკოტს წარმოადგენს. ხოლო კახეთი საქართველოს ედემია. მომხიბლა ქართულმა ხელოვნებამ, გამოფენამ. ქართველი განსაკუთრებით პატივისმცემელია მანდილოსნისა. აქ მის სურვილს ხშირად უსიტყვოდ ემორჩილებიან. საკმარისია ქალმა მანდილი ჩააგდოს სამკვდრო სასიცოცხლოდ შებმულთა შორის, რომ ჩხუბი მყისვე შეწყვიტონ. თითქოს რაღაც ზეციური შუამავალი ჩაერია. ბარონ დებაი. საქართველოს უმთავრესი მიმზიდველი ძალა არის ქართველების ღირსება. ქართველი მარტო სახით კი არ არის სასიამოვნო სანახავი. ეს ხალხი მართლა საყვარელი რამ ხალხია. ვისაც უნდა გულიდან გადაიყაროს ჯავრი, დაღურემილება, მელანქოლია და მიზანთროპია, იმაზე უკეთეს წამალს ვერ იშოვნის, რომ წავიდეს და იცხოვროს ამ მხიარულ, გულგახსნილ, ხელგაშლილ, პატიოსან და გულუბრყვილო ხალხს შორის. ოლივერ უორდროპი. ისმინე ადამიანო. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმარი გახლავთ, პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიცაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. მოგესალმებთ გიორგი, მადლობა რომ გვეწვიეს სტუდიაში. ევრონიუსი აქვეყნებს მასალას იმის თაობაზე, რომ კაია კალასის გეგმა უკრაინის დახმარებასთან დაკავშირებით ევროკავშირის სამიტზე ჩავარდა, აი პირდაპირ ასე წერია. თავად ევრონიუსი აკეთებს ასეთ შეფასებას ამ გეგმასთან დაკავშირებით. ჩვენ ვიცით, რომ 40 მილიარდ დოლარზე იყო ჯერ საუბარი, როდესაც მე თავად შეაფასეს და მიხვდნენ, რომ არარეალურია. ეს ბალტიისპირელი ქალბატონი ჩამოვიდა ამ თანხას ცოტა ჩამოუკლო და შეიტანა წინადადება, რომ 5 მილიარდზე შეჯერებულიყვნენ, საიდანაც 2 მილიარდი უნდა მოხმარებოდა საბრძოლო საარტილერიო ჭურვებს უკრაინისთვის და აი სწორედ ეს 5 მილიარდიანი გეგმა ჩავარდა. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ევროკავშირის 26-მა ქვეყანამ, უნგრეთმა მხარი არ დაუჭირა მიზანმიმართულად, ორბანმა განცხადებებიც გააკეთა. ამ 26-ვე ქვეყანამ მხარი დაუჭირა უკრაინას ყველაფერში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ დეკლარაცია. რაც ქაღალდზე ხელმოწერის დონეზე. მაგრამ რეალურ საქმეს, ფინანსურ საკითხს, როდესაც მიადგნენ, ამაზე უკვე უკან დაიხინენ. ახლა ამბობენ, რომ ეს ფუჭი გადაყრილი ენერგია იქნებაო და ჩავარდა, არ დაუჭირეს მხარი. ამ თანხის გაღებას არ აპირებენ. ახლა კვლავ დაიწყებენ კიდევ რამდენიმე ეტაპად, აი კვარტლურად ასეთი სამიტების მოწყობას და კიდე განხილვებს იმისა, თუ როგორ შეიძლება პერსპექტივაში დაეხმარონ უკრაინას. 3 წელი გასულია. ჯერ მოლოდინი ჰქონდათ, რომ ბაიდენი კვლავ გაიმარჯვებდა და აი ამ ხის პოზიციას ისევ და ისევ გამოიყენებდა უკრაინელების დასახმარებლად, უკრაინის დასახმარებლად უბრალოდ. ეს რომ არ გამოვიდა და ტრამპს შეცვლილი აქვს, საერთოდ რადიკალურად შეცვალა პოლიტიკა. ეს ევროპელები აი ასეთ კეპნიან ერთ ადგილს უკვე მერამდენეთ. ახლა ამ 5 მილიარდი დოლარის ევროს გამოყოფაზე უარს ამბობენ. შემოიფარგლებიან მხოლოდ დეკლარაციებით. როგორ შეაფასებთ აი ამ მდგომარეობას?
კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები პატივცემულ ტელემაყურებელს. Იცით რა არის, ამ კითხვაზე ჩვენ რომ პასუხი მივიღოთ და გავერკვეთ თუ რა ხდება რეალურად. უკრაინის მოვლენების გარშემო, თავად ევროპაში თუ რა პროცესები მიდის, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის რა მოლაპარაკებები მიდის და რით შეიძლება დასრულდეს. ამაზე პასუხის გასაცემად, ჯერ მოკლე ისტორიული ექსკურსით დავიწყოთ და შემდეგ უკვე დღევანდელ მოვლენებს კონკრეტულად დეტალურად, ასე ვთქვათ, განვიხილოთ. ესე იგი, როდესაც პირველი მსოფლიო ომის დროს და პირველი მსოფლიო ომი და მეორე მსოფლიო ომი ჩვენთვის დიდი სამამულო ომი მიმართული იყო იქითკენ, რომ ევროპა დასუსტებული იყო, ევროპის ქვეყნები დასუსტებული იყო და პოლიტიკურ არენაზე გამოჩენილი იყო შეერთებული შტატები, როგორც ზესახელმწიფო და შემდეგ უკვე ჰეგემონად ქცეული იყო, ხო? ეს გეგმა დაიგეგმა იმ ევროპული ელიტებს შორის, როგორც არის, იმ ქვეყნებში არსებულ პოლიტიკურ ელიტებს შორის, როგორც არის ბრიტანეთი და კიდევ რამდენიმე ევროპული ქვეყანა, გერმანია, საფრანგეთი, რომლებმაც ასე ვთქვათ შეერთებული შტატები მაშინ დაიწყეს გადაფორმატირება და უფრო ზედა საფეხურზე აყვანა და ზუსტად ამას უკავშირდებოდა პირველი მსოფლიო ომი და შემდეგ უკვე მეორე მსოფლიო ომი, როდესაც შეერთებული შტატები ძლიერდებოდა და ევროპის ქვეყნები ეშვებოდნენ ქვემოთ და შედეგად უკვე მეორე მსოფლიო ომის შედეგად ფაქტიურად შეერთებული შტატები გახდა ერთ-ერთი ჰეგემონი, ანუ ბიპოლარული მსოფლიო ვიხილეთ ჩვენ, ერთის მხრივ საბჭოთა კავშირი, რომელიც იყო გამარჯვებული დიდ სამამულო ომში, მეორე მსოფლიო ომში ევროპისთვის და მეორე მხარეს იყო შეერთებული შტატები. რაც შეეხება ევროპას, ის გადაიქცა ვასალად შეერთებული შტატებისა და მარშალის გეგმა ითვალისწინებდა იმას, რომ 1954 წელს გაფორმებული ბრეიტონ-ვუდის შეთანხმება, ანუ დოლარის სისტემის ჩაშვება, სტარტი, ასე ვთქვათ, ეს ითვალისწინებდა შეერთებული შტატების ეკონომიკურ ერთპიროვნულ მმართველობად. ანუ დოლარის სისტემა უნდა ყოფილიყო სამსახურში იმ ელიტებისთვის, იმ ანგლოსაქსონური ელიტების ხელში, რომლებიც გამოიყენებდნენ შეერთებული შტატების უფრო გაძლიერებისთვის. მაშინ საბჭოთა კავშირმა, ხელი მოაწერეს, მაგრამ არ იქნა პარაფირებული და 1950 წელს უკვე საბოლოოდ უარი თქვა სტალინის მეთაურობით, აი ამ პროექტზე უარი ეთქვა შეერთებულ შტატებს და საბჭოთა კავშირი დაიწყო გაძლიერება იქიდან გამომდინარე, რომ გამოვიდა დოლარის სისტემიდან. და შემდეგ უკვე ევროპა, ჩვენ ხედავთ, რომ ევროპა გადაიქცა ვასალად შეერთებული შტატებისა. მაგრამ მერე რა მოხდა, ესე იგი 80-იან წლებში, როდესაც დასავლეთში ზოგადად აი ეს კაპიტალისტური და აი ეს დოლარის სისტემა არის იქიდან გამომდინარე, რომ პარაზიტული, ანუ თვითკმარი არ არის, საკუთარ რესურსს თვითონ ვერ აწარმოებს და საჭიროებს კოლონიალურ მმართველობას, ანუ კოლონიებიდან რესურსების გადმოტანას შტატებში და ამით გაძლიერებას, ამაზე მუშაობს ეს სისტემა. აქედან გამომდინარე, ისინი ჩიხში შევიდნენ მას შემდეგ, რაც ეს კოლონიალური, ასე ვთქვათ, გაფართოების პოლიტიკა დასრულდა, ხო? დედამიწა მრგვალია და მუდმივად ვერ დაიპყრობ ახალ კოლონიებს. მით უმეტეს საბჭოთა კავშირს თავისი ბანაკი ჰქონდა, საბჭოთა ბანაკი ჰქონდა, სადაც შტატები და ევროპა ვერ შედიოდნენ. და მაშინ 80-იან წლებში შეერთებული შტატები გამოვიდა აი ამ ჩიხიდან იმით, რომ ცივი ომის შედეგად დაიშალა საბჭოთა კავშირი და მაშინ ჯორჯ ბუშმა უფროსმა განაცხადა კონგრესში, რომ შეერთებულმა შტატებმა ცივი ომის შედეგად დაამარცხა საბჭოთა კავშირი და შემდეგ უკვე მოხდა ის, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, როგორც დამარცხებული მხარიდან, გაიტანეს 15 ტრილიონის ექვივალენტი რესურსი. შეერთებულმა შტატებმა და ნაწილობრივ ევროპამაც. და მაშინ გამოვიდნენ აი ამ კრიზისიდან. შემდეგ იყო 2008 წლის კრიზისი ეკონომიკური, ამას მოყვა 2014 წლის კრიზისი. ეს იმას უკავშირდებოდა, რომ რუსეთი ძლიერდებოდა 2000-იანი წლებიდან, როდესაც ვლადიმერ
პუტინი მოვიდა ხელისუფლებაში და შეერთებულ შტატებს აღარ ქონდა საშუალება რომ რუსეთიდან გაეტანა რესურსი შესაბამისად იქ ახალი კრიზისის ტალღები იყო 2000 როგორც ვთქვი 2008 წლის 2014 და 2021 წლის როდესაც მათ უკვე კრიზისი ჰქონდათ კონკრეტულად საწარმოო კრიზისი დაეწყოთ და ამიტომ დაიწყეს მილიტარიზაცია უკრაინისა და შემდეგ უკვე რუსეთის წინააღმდეგ მიმართეს ხო და ამას მე რამდენიმე დღის წინ უსმინე ბატონი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს სადაც ის ამბობს რომ ჯერ ესე იგი თებერვლის დასაწყისში ანუ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დასავლეთის მხარე საქართველოსგან ითხოვდა იმას, რომ როდესაც ომი დაიწყებაო, თქვენო უნდა გადახვიდეთო აი ომის რეჟიმზე, ანუ უნდა ჩაერთოთ ანუ გახსნათ მეორე ფრონტიო და ჩაერთოთ საბრძოლო მოქმედებებშიო. ჯერ მაშინ არ იყო ეს დაწყებული, ხო? უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები. ანუ ისინი წინასწარ ემზადებოდნენ და ამაზე კიდევ ერთი ფაქტია იმისა, რომ დასავლეთმა დაიწყო უკრაინაში კონფლიქტი და არა რუსეთმა. რუსეთი იყო თავდაცვით რეჟიმში და ამას მოყვა ის, რასაც დღეს ვხედავთ, ხო? უბრალოდ გამოჩნდა ისე, რომ რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, თორე სინამდვილეში მართლაც პროვოცირებული იყო პირველში ბაიდენის აბსოლუტურად გეთანხმებით დასავლური პროპაგანდის მიხედვით ისინი ყოველთვის ამართლებდნენ თავის თავს დასავლეთი ანუ შტატები და ევროპა და რუსეთს აბრალებდნენ იმას რასაც თვითონ აკეთებდნენ ანუ კონფლიქტების დაწყება არის დასავლეთის მხარე და როგორც ბოლო 100 და 150 წელი უпростоრად რუსეთი კი არ იწყებს კონფლიქტებს ის ამთავრებს გამარჯვებით, ხო? აი ამას გვიდასტურებს ისტორია. რაც შეეხება დღეს მიმდინარე პროცესებს, ესე იგი შეერთებულ შტატებს დასავლეთში ერთადერთი ქვეყანა არის შეერთებული შტატები, რომელიც მიხვდა, რომ ამ კონფლიქტში უკვე დასავლეთი დამარცხებულია და ცდილობენ, რომ უფრო ადრე გამოვიდნენ კონფლიქტიდან, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომ აქედან მიიღონ ის მოგება, ის დივიდენდები, რასაც მაგალითად დაკარგავს იგივე ევროპა, ხო? ევროპა, რომელიც ვერ ხვდება, რომ დამარცხებულია, შეიძლება ნაწილობრივ ხვდებიან, მაგრამ ისინი, ну, კონკრეტულად ახლა რა ძალები არის ევროპაში, ხო? ესენი არიან ბრიტანეთის ელიტა, ბრიტანეთი და მეორეს მხრივ კლინტონების კლანი, რომელიც ტრამპთან დამარცხდა ვაშინგტონში და გადაპორტირდა ბრიუსელში, ხო? სადაც ასევე არის ევროპული ლიბერალური ელიტა, რომელიც მართავს დღევანდელ ევროკავშირს. აი ეს სამი ძალა ერთიანდება იმის გარშემო, რომ გააგრძელონ უკრაინაში კონფლიქტი და ამით მიიღონ დივიდენდები. მათ ძალიან ეშინიათ, რომ რუსეთი და შეერთებული შტატები თუ ისინი მოილაპარაკებენ და დაიწყებენ მოქმედებას ევროპის წინააღმდეგ, ეს ევროპისთვის იქნება დამღუპველი და მართლაც ეს პროცესი მიდის. როგორც ხედავთ, აი ჩემი პირადი აზრი არის, რომ შესაძლოა ვლადიმერ პუტინისა და ტრამპის მოლაპარაკების შედეგად იქნება მივიღებთ იმას, რომ ესე იგი ევროპა იქნება ორი მხრიდან, ასე ვთქვათ, ჩიხში და უკრაინა უნდა გადაიქცეს, არ უნდა იყოს უпростоრად, აღარ უნდა იყოს ანტირუსული პროექტი. უნდა მოხდეს უკრაინის დემილიტარიზაცია, დენაციფიკაცია, აღარ უნდა მოხდეს იარაღით მომარაგება, სადაზვერვო ინფორმაცია აღარ უნდა მიიღოს კიევმა, მათ შორის სტელინგის ტიპის საკომუნიკაციო საშუალებები, რაც რუსეთს მისცემს საშუალებას, რომ უფრო ასე ვთქვათ, ეფექტურად გაათავისუფლოს ის დასახლებული პუნქტები, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს, რომ რუსეთის ფედერაციაში შეუერთდნენ და მათ შორის კურსკის ოლქი უკვე ფაქტიურად გათავისუფლებულია. კი ბატონო. და ამასობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საქართველო აქტიურად ემზადება ამერიკის შეერთებულ შტატებში ელჩის წარსაგზავნად, ან როგორც ჩანს კანდიდატურა შერჩეულია
მანამდე ჩვენ გვახსოვს ეს განცხადება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის, რომ იმედია ურთიერთობა გადაიტვირთება ამერიკის შეერთებულ შტატებთან და სუფთა ფურცლიდან დაიწყება საქართველოსა და ამერიკას შორის ურთიერთობა. ამ ჯერ არ არის კანდიდატურა ცნობილი, თუმცა როგორც ჩანს უკვე თავად მთავრობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში კანდიდატი ალბათ შერჩეულია და სულ უახლოეს მომავალში საზოგადოებას ეცოდინება, ვინ წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს ერთი საკითხი. ხო, მეორე, ევროკომისიის პრესპიკერი ანიტა ჰიპერი გამოვიდა და ამბობს, რომ აგრძელებენ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და როგორც მედიას, ასევე აი საზოგადოების ნაწილს გადავცემთ 15 მილიონ დოლარსო შემდეგი აქტივობისთვის. ანუ აქ იგულისხმებიან ეს მწვანეთმიანები, რომლებიც განან და აბაკუნებენ რუსთაველზე ფეხებს. 15 მილიონი საკმაოდ დიდი თანხა არის. ანუ გამოდის, რომ ჩვენ კიდე უნდა ველოდოთ ერთ ციკლს ამ ოპოზიციური გამოხტომების, ამ აქტივობების, ქუჩების გადაკეტვის და ხელისუფლების ჯანჯღარის. აი ამას როგორ შეაფასებთ? იცით რა არის ახლა იგივე ევროკავშირს აღარ აქვს რესურსი, იგივე ის 800 მილიარდიანი პროექტი, რომელიც მათ მხრიდან იყო დაინიცირებული, მათ ვერ მოახერხეს ამ 800 მილიარდის მობილიზაცია, შესაბამისად, ფურცელზე ახლა შეიძლება 1000 რაღაც და მოამზადონ დოკუმენტები, მაგრამ რეალურად მათ ვერ მოამზადეს და ვერც მოამზადებენ, თუნდაც იმიტომ, რომ არ გააჩნიათ ეს რესურსი. და მეორეს მხრივ იმიტომ რომ უკვე გაყოფილი არის რა ისეთი კორუფციული ჭაობი არის ევროკავშირში რომ ნებისმიერი თანხების მობილიზაციის დროს ჯერ ხდება ამ თანხების გაყოფა და შემდეგ უკვე მობილიზაცია რაც შეეხება ხა 15 მილიონის გადარიცხვა ქართული ოპოზიციისთვის ესაც კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა იდგეს წესით მით უმეტეს საქართველოში მოქმედებს უკვე ის კანონები მათ შორის გამჭვირვალეობის კანონი, რომელიც უნდა ასე ვთქვათ გამკაცრდეს და სახე მიიღოს ფარას კანონის სახით და შესაბამისად უკვე ადგილობრივ ოპოზიციას არ აქვს უკვე ის რესურსები და ის საშუალება რომ მათ შორის ვთქვათ აითვისოს 15 მილიონი აი ტექნიკურად როგორ უნდა მოხდეს ამის გადმორიცხვა ხო ესაც პრობლემატური არის მათ შორის უკვე ამოქმედა ადმინისტრაციული ასე ვთქვათ ის ჯარიმები 5000 ლარიანი რომელიც გულისხმობს იმას რომ მაგისტრალების გზების გადაკეტვის შემთხვევაში აჯარიმებენ ოპოზიციის წარმომადგენლებს ეს არათუ ხისტი კანონია არამედ ჩვეულებრივი კანონია რომელიც იცავს სახელმწიფოს აი ამ დესტრუქციული ძალებისგან, სახელმწიფო გადატრიალებისგან და რა თქმა უნდა მაგისტრალებს, ანუ საქართველო არის გამტარი, ხო, შუა დერეფნის ასე ვთქვათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანა არის, სადაც მაგისტრალებს ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესი ფუნქცია აქვს და ის უნდა იყოს დაცული. აქედან გამომდინარე, ეს ჯარიმები აბსოლუტურად ადეკვატური არის. მე ვფიქრობ, უნდა გაორმაგდეს 10000 ლარამდე უნდა ავიდეს მსგავსი ჯარიმები რომ აი ამ ეგრეთ წოდებულ ოპოზიციას რადიკალებს არ ქონდეთ საშუალება რომ მსგავსი აქციაც არ არის ეს არის უბრალოდ მავნებლობა როდესაც ვითომ ოპოზიცია ეგრეთ წოდებული ოპოზიცია გამოდის და კეტავს ენერგეტიკულ და ეკონომიკურ უბრალოდ ეკონომიკურ ლოჯისტიკურ სავაჭრო მაგისტრალებს აქვე უნდა აღინიშნოს რომ შეერთებულ შტატებს რომ დაუბრუნდეთ ნუ საიდანაც ასე ვთქვათ ხდება ამ ყველაფერზე ზემოქმედება ანუ ევროპაზე ზემოქმედება იქ არის ძალიან სერიოზული კრიზისი დღეისათვის დღეს გავრცელდა ინფორმაცია რომ ილონ მასკმა ძალიან სერიოზულად დაიწყო ქმედებები პენტაგონის ჩინოვნიკების შემცირება და ახლობით 9%-მდე უკვე შეამცირეს 60000 ჩინოვნიკზეა საუბარი რომ შემცირდეს ბიუჯეტის ზე დატვირთვა
და რა თქმა უნდა, ეხლა ბიუჯეტი როგორც მოგეხსენებათ, დეფიციტი აქვს დაახლოებით 30%, 2 ტრილიონი დოლარი. სულ 5 ტრილიონამდე არის ბიუჯეტი შეერთებული შტატებისა. 14 მარტს იყო ასე ვთქვათ რისკი შატდაუნისა, ანუ მთავრობის და ჩინონიკებზე ხელფასის არ გადახდის რისკი, ანუ საშუალება აღარ ქონდათ რომ გადაეხადათ და სენატმა მიიღო კანონი და გაახანგრძლივეს, ალბათ საგარეო ვალი გაიზრდება და შესაბამისად შეივსება ბიუჯეტი უკვე ვალის ხარჯზე. ამავე დროს ფედერალური სარეზერვო სისტემა წინ აღუდგა იმ ტრამპის რეფორმებს და უარი უთხრა საპროცენტო განაკვეთის დაწევაზე, რაც ტრამპის დაპირება იყო, რომ შიდა საგადასახადო სისტემას, ასე ვთქვათ, გამკაცრების ნაცვლად უფრო მსუბუქი ფორმებს მიიღებდა და ანუ დაიწევდა გადასახადები. ამისათვის საჭირო იყო საპროცენტო განაკვეთის დაწევა და ფედერალური სარეზერვო სისტემამ უარი უთხრა ამაზე და საუბრები არის უკვე რომ უნდა ჩატარდეს აუდიტი, უფრო სწორედ რევიზია ფედერალურ სარეზერვო სისტემაში, ასევე უფრო წინა განცხადებები იყო იმასთან დაკავშირებით, რომ ფორტ ნოქსში, სადაც შეერთებული შტატების ოქროს დაახლოებით 57% არის მობილიზებული, იქაც უნდა ჩატარდეს აუდიტი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ტრამპი ცდილობს ნაციონალიზაცია მოახდინოს ფედერალური სარეზერვო სისტემის, საიდანაც, როგორც ამბობენ, მარაგდება, ანუ ფინანსდება იგივე ბრიუსელის ბიუროკრატია, სადაც კლინტონების კლანს აქვს თავი მოყრილი დღეს და ეწევიან დესტრუქციულ ქმედებებს. ასევე ლონდონიც ან ბრიტანეთიც ფინანსდება აქედან ფარული სქემებით. და ფედერალურ სარეზერვო სისტემას იყენებენ საკუთარი, ასე ვთქვათ, პოზიციების გასამაგრებლად. და ტრამპი ცდილობს, რომ ეს ყველაფერი გადაკეტოს და ფედერალურ სარეზერვო სისტემის ნაციონალიზაცია მოახდინოს. ეხლა რაც შეეხება აქეთ, ასე ვთქვათ, უკრაინასთან დაკავშირებით რა სიტუაცია არის, როგორც ბატონმა გენერალ ლეიტენანტმა აპწი ალაუდინოვმა განაცხადა, რომელიც კურსკში ერთ-ერთი ასე ვთქვათ არმიის ერთ-ერთი მთავარი აქტორი არის, მან განაცხადა, რომ კურსკის ოლქი ფაქტიურად გათავისუფლებული არის და ბოლო 10 ეს უკვე სხვა ასე ვთქვათ წყაროებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ ბოლო 10 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 2 კილომეტრით წინ მიიწევენ კურსკის ოლქში და ასევე სხვა ფრონტის სხვა ნაწილებში რუსეთის არმია წინ მიიწევს და ათავისუფლებს დასახლებულ პუნქტებს კიევის რეჟიმისგან. ეს შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ მათ შორის ოდესის ოლქიც არის მოლოდინები, რომ ისინი ჩაატარებენ რეფერენდუმს და შეუერთდებიან რუსეთის ფედერაცია. აქეთკენ მიდის ყველაფერი. რაც შეეხება საქართველოს ერთადერთი გზა, როგორც ადრეც ვამბობდი, ეს არის ის, რომ საქართველოს კონდეს ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების მხრივ დაცული ვიყოთ, უნდა დავალაგოთ ჩვენ ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, აღვადგინოთ ისტორიული სამოკავშირე ურთიერთობები და უნდა დავიწყოთ ეს 3+3 ფორმატისგან, რომელიც უნიკალურია, ხო? ეს არის აუცილებელი ნაბიჯები და იმედი გვაქვს, რომ ხელისუფლებას ექნება საშუალება ეს ნაბიჯები გადადგას. კი ბატონო, 3+3 ფორმატამდე ახლა იქ საუბარი იყო ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილში ვისაუბრეთ ამაზე, რომ პრეზიდენტის მრჩეველმა ამ 3+3 ფორმატი ახსენა, ვიცით რომ საქართველოსთვის ადგილი იქ დარეზერვებულია, აგრეთვე თუ გვიან შესაძლოა მართლაც მოხდეს მისი მონაწილეობა. უბრალოდ ალბათ როგორც ჩანს ხელსაყრელი გეოპოლიტიკური ვითარება ამისთვის საჭირო და ამასთან ამ ევროკავშირის სამიტზე, სადაც იხილავდნენ უკრაინის საკითხს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სეიარტომ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ შეუძლებელია ევროპაში უსაფრთხოების სისტემის ისეთი სისტემის შექმნა, რომელშიც არ იქნება რუსეთი და თურქეთი, ანუ უსაფრთხოების არქიტექტურაზე არის ლაპარაკი. უნგრელებს ყველაზე კარგად ესმით, რომ მართლაც, ვთქვათ, რუსეთის გარეშე ან თურქეთის გარეშე ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ეს არის ორი დიდი რეგიონალური სახელმწიფო, რომლებიც სწორედ
ერთიც და მეორეც არის 3+3 ფორმატის წარმომადგენლები. ორივე სახელმწიფო ჩართულია ამ ფორმატში. და გარდა ამისა ჩვენი მეზობლებიც უკვე სამხრეთით, სომხეთიც და აზერბაიჯანიც. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე დაპირისპირებულები არიან და ჯერ აზერბაიჯანი არ აწერს ხელს, პაშინიანმა კი შესთავაზა, მაგრამ ჯერჯერობით არ აწერს ხელს სამშვიდობო შეთანხმებას. და თქვენ საუბრობთ გიორგი დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებებზე და აქვე ჩვენ ცოტა დრო გვრჩება მართალია 3-4 წუთი კიდე გვაქვს. არ შევეხოთ იმ საკითხს, რასაც ქვია ტრამპის მიერ ამერიკის შეერთებული შტატების განათლების სამინისტროს გაუქმებას. და პირდაპირ აქ ციტატა არის თარგმნი უბრალოდ ის არის გადამდები ლიბერალური იდეოლოგიით გაჯერებული. ამიტომ ის უნდა გაუქმდესო ტრამპი ამბობდა. და შესაბამისად, მოაწერა ხელი უკვე სამინისტროს ლიკვიდაციის პროცესს, დაწყებულია უკვე, ჩაეშვა ეს საკითხი და იქ მთელი რიგი განცხადებები ასევე ეს იყო მისი წინასაარჩევნო დაპირება, რომ ეს ლიბერალური იდეოლოგიით გაჯერებული უწყება უნდა გაუქმდეს. დიახ, ეს უკავშირდება ზუსტად იმას, ერთის მხრივ არის იდეოლოგიური შემადგენელი, რომ ეს მიუღებელია ის განათლების სისტემა, რომელიც არსებობს შეერთებულ შტატებში და მეორე, რა თქმა უნდა, არა ნაკლებ მნიშვნელოვანი არის ეს ფინანსური დანახარჯები. და აქ პარალელი უნდა გავალოთ იმასთან, რაც წერამ თქვი, რომ ილონ მასკმა დაიწყო პენტაგონის საკმაოდ ესეთი ძლიერი მნიშვნელოვანი შემცირება ჩინოვნიკების რაოდენობისა და პენტაგონის ხარჯებისა, ხო? მოგეხსენებათ, რაც წერამ თქვი, რომ ესე იგი ბიუჯეტის დეფიციტი არის დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარი. საგარეო ვალი იზრდება კატასტროფულად, უკვე 35 ტრილიონი არის საგარეო ვალი. და ამიტომ ყველა მიმართულებით ხდება ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, დატვირთვის შემცირება. და მათ შორის ახლა განათლების სამინისტროს, რაც ფინანსები მიდიოდა, ესე იგი მსოფლიოში ყველაზე მეტად ფინანსდებოდა შეერთებული შტატების საგანმანათლებლო სისტემა. და ტრამპმა ის გაუქმა საერთოდ და ადმინისტრაციულ დონეზე იქნება განათლების სისტემის ახალი ფორმატი ექნება და თვითონ შტატები გადაწყვეტენ ცალკეულად. და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, დაახლოებით 200 მილიარდით შეამცირებს შეერთებული შტატები მას შემდეგ, რაც დანახარჯებს, მას შემდეგ, რაც განათლების სისტემა საბოლოოდ გაუქმდება. ეს, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის მათთვის და თუ ასეთი ტენდენცია გაგრძელდა, ისინი, ტრამპის გარემოცვა ძალიან სერიოზულად შეამცირებენ ბიუჯეტის დანახარჯებს. ეხლა ჩვენ რომ გადავხედოთ ასევე ევროპაში რა პროცესებიც მიდის, იქ საფრანგეთს საკმაოდ, დღეისათვის ევროპა დაპირისპირებული არის რუსეთს, რა თქმა უნდა, იქ მით უმეტეს უკრაინის ფრონტზე, ევროპა დაპირისპირებული არის ტრამპს და ასევე ჩინეთს. არავითარი შანსი არ აქვთ, რესურსიც არ აქვთ, ისევე უფრო ღრმა კრიზისში არიან ვიდრე შეერთებული შტატები, მაგრამ მაინც ესე იგი ცდილობენ რომ მილიტარიზაცია მოახდინონ და აგონიაში არიან, შეშინებულები არიან, რომ რუსეთის ჯარი მოდის და თავდაცვაზე ფიქრობენ. და ეს მათი თავდაცვაზე ფიქრი, მათი აზრით ამხელა იდიოტები არიან, რომ არავითარი რესურსი არ აქვს, თავი დაიცვან, მაგრამ შეტევაზე გადადიან. ეს მათთვის ალბათ ის ლოზუნგი ხელმძღვანელობენ, ყველაზე კარგი თავდაცვა შეტევა არისო და ამით ასე ვთქვათ, ცდილობენ რომ თავი დაიცვან, იგივე მათი აზრით რუსეთისგან, შეერთებული შტატებისგან. მაგრამ ეს ძალიან უსუსური მცდელობა არის, მათ ერთადერთი შანსი აქვს, იგივე როგორც ტრამპს აქვს ერთადერთი შანსი, რომ შეერთებული შტატების დაშლა შეაჩეროს, არა თუ ჰეგემონიის შენარჩუნება, არამედ დაშლა შეაჩეროს და ასე ვთქვათ, არქტიკული ზესახელმწიფოდ გადაიქცეს. ეს არის ვლადიმერ პუტინთან ნორმალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. იგივე ევროპელებსაც ეს შანსი აქვს, სხვა შანსი არ ექნებათ. და ეს ყველაფერი გამოვიწევს იმას, რომ
გაიშლება ევროკავშირი და თუ ტრამპი გააგრძელებს ამ პოლიტიკას და ვლადიმერ პუტინთან ის ასე ვთქვათ ნორმალიზაციას მოახერხებს, ნუ მას აქვს შანსი რომ შეერთებული შტატები არ დაიშალოს ისევე როგორც ევროკავშირი და მოხდეს აი ამ ასე ვთქვათ ორი ზესახელმწიფოს ურთიერთობების ნორმალიზაცია, რაც გამოიწვევს იმას, რომ მოხდება გადაფორმატირება მსოფლიო პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემისა. მადლობა გიორგი, მე ტელემაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახლდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის პოლიტსაბჭოს წევრი პოლიტოლოგი გიორგი ირემაძე. ჩვენ შევხვდებით უკვე ორ შაბათს ტრადიციულად 19 საათზე. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის.